2026 წლიდან თხილის სუბსიდირების პროგრამა უქმდება. მომავალი წლის 31 მილიარდიან ბიუჯეტში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. რატომ არ გაგრძელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა? გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრმა დეპუტატმა გელა აბულაძემ ეს კითხვა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს დაუსვა. პარლამენტარის განცხადებით პროგრამამ დადებითი გავლენა მოახდინა, როგორც მოსავლის ხარისხზე, ისე ექსპორტზე. თუმცა აზიური ფაროსანაც საფრთხე კვლავ აქტუალურია. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ის თავიდანვე 1 წლიან დახმარებად იყო ჩაფიქრებული და სახელმწიფომ საჭიროებიდან გამომდინარე 3 წელი გააგრძელა. მინისტრის პირველმა მოადგილემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თხილის წარმოება მომგებიანი ბიზნესია და ფერმერებმა საკუთარ მოსავალზე ზრუნვა თავად უნდა შეძლონ. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი მზარდია. ამ დროისთვის 1 უნცია ოქროს ღირებულება $4,320 ფარგლებშია, რაც წლიურ ჭრილში დაახლოებით 67%-იანი გაძვირებაა. ბოლო ერთ თვეში კი ძვირფასი მეტალის ღირებულება თითქმის 7%-აა გაზრდილი. ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და გლობალურად არსებულ დაძაბულობასთან, როგორც ანალიტიკურ ორგანიზაციებში აცხადებენ. მზარდი რისკების ფონზე ინვესტორების დიდი ნაწილი შედარებით უსაფრთხო საინვესტიციო აქტივებს, მათ შორის ოქროს ირჩევს, რაც საბოლოოდ ძვირფას ლითონზე ფასს ზრდის. ოქროს უმსხვილეს შემწყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკებიც, რომლებიც დივერსიფიცირების მიზნით რეზერვებს სწორედ ოქროში ათავსებენ. ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზით უკვე 2026 წელს შესაძლოა ოქროს ფასმა უნციაზე $5,000 ნიშნულსაც გადააჭარბოს. ერთ წლის ჭრილში ოქროს ფასმა რეკორდულ ზრდას მიაღწია, ეს იყო 67%, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ზრდის ფასმა 7.1%-ს მიაღწია. ეს იყო გამოწვეული რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. პირველი მიზეზი იყო, რომ ხალხს AI ბაბლის შეში აქვს და აქედან გამომდინარე ძვირფას მეტალებში უფრო მეტი ინვესტიცია დაიწყეს. და ხოლო მეორე მიზეზი კი იყო ინფლაცია და დოლარიდან ხალხმა დაიწყო უკვე ოქროში ინვესტიცია. ოქროსთან ერთად არ შეიძლება არ ვახსენოთ ვერცხლი, რომელსაც ასევე რეკორდული ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვერცხლის ზრდის ფასმა მიაღწია 127%, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ეს 31% იყო. შემდეგი წლის ჭრილში რო შევხედოთ ამ ყველაფერს, Goldman Sachs-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოქროს ფასი გაიზრდება 36%-ით, რაც $5,000 ნიშნულს თითო უნციაზე გადააჭარბებს. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე ფასის ზრდა აისახება ქართულ ბაზარზეც და იმ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომლებიც ძვირფასი ლითონებით ვაჭრობენ. როგორც თბილისის ოქროს ბირჟაზე აცხადებენ, მაღალი სინჯის 1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ღირებულება უკვე 350-380 ლარის ფარგლებშია, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაახლოებით 30-40 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოქროს გაძვირების ფონზე მყიდველების რაოდენობა შემცირებულია. ბაჯაღლოს ფასი 350-დან 370 ლარი, 1 გრამის ფასი ჩვეულებრივი ოქროსი არის 220-დან 250 ლარი, ყიდვით ისყიდულობს 270-დან 350 ლარი, მაღალი სინჯის ოქროს 350-დან 400 ლარი. და კიდევ არის მოლოდინი რო გაძვირდება. რეალიზაცია რომ გითხრათ სიმართლე უფრო აქტიური მეგონა, მაგრამ დღესდღეობით არ არის ისეთი აქტიური გასულ წლებთან შედარებით. ბოლო 3-4 დღის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა უნციას ფასმა. ეს რა თქმა უნდა ადგილობრივ ფასებზეც აისახება და ჩვენთან გაძვირდა ბაჯაღლო 350 ლარია, ჩვეულებრივი იტალიური ოქროს ნაკეთობები 280 ლარი და ბრენდები 350 ლარი. რაც გადის დრო, ფასები იზრდება, მომხმარებელთა რაოდენობა კლებულობს. შარშანდილთან შედარებით წელს ნაკლებია. ძირითადად ყიდულობენ განვადებით, იმიტომ რომ უჭირთ ესე ნაღდი ფულის გადახდა და განვადებით აკეთებენ შესყიდვას. გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასის ზრდა აისახება კომპანია ზარაფხანაზეც. კომპანიაში ამბობენ, რომ შესაწყიდი ნედლეულის გაძვირების ფონზე წლიურ ჭრილში ოქროს ნაკეთობებზე დაახლოებით 10%-ით მოუწიათ ფასების ზრდა. გაზრდილი ფასები გასული თვეების განმავლობაში გაყიდვების დინამიკაზეც აისახა, თუმცა კომპანიაში წლიურ ჭრილში გაყიდვების მიმართულებით მაინც დადებითი მოლოდინები აქვთ. სუფთა ოქროს 1 გრამის ფასი არის 380 ლარიდან 387 ლარამდე მერყეობს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ბევრი მომწოდებელიც არ არის, რომელიც ეხლა ოქროს გაყიდვით. ჩვენ პროდუქციას რაც შეეხება მთლიანობაში დაახლოებით 10-11%-ით გაძვირდა წელს, რაც
რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო მომხმარებლისთვის, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჩვენი ბიზნესისთვისაც არ არის ეს სასიამოვნო. გაყიდვების მხრივ შემცირება გქონდა მაისში, შემცირება გქონდა აგვისტოში და გქონდა ნოემბერში. როდესაც წინა წელთან მიმართებაში მოხდა შემცირება. საერთო ჯამში, ესე ვთქვათ, ნოემბრის ჩათვლით, რომ დავადაროთ წინა წელს მაინც პოზიტიური ცვლილება გვაქვს 7%-მდე. ოქროს პარალელურად მზარდია ვერცხლის ფასიც. საერთაშორისო ბირჟაზე ამ ეტაპზე ვერცხლი $66 ივაჭრება, რაც წლიურად კიდევ უფრო მკვეთრი 130%-იანი გაძვირებაა. ადგილობრივ ბაზარზე ხორცის ფასი იზრდება. დარგის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ პროდუქტი გაზაფხულზე კიდევ უფრო გაძვირდება. მიზეზი ქვეყნიდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მასიური ექსპორტია, რამაც ადგილობრივ ბაზარზე წარმოება შეამცირა. ამ დროისთვის ბაზარზე ცოცხალი წონის ფასი 12-13 ლარის ფარგლებშია, ხოლო სასაკლაოს ფასი 23-24 ლარის ფარგლებში მეყეობს. გააქტიურებული ექსპორტის გამო შემცირებულია ხორცის ადგილობრივი წარმოება. წელს ათ თვეში საქართველოდან $63,400,000 ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა ექსპორტზე. როდესაც ჩარჩანს სრული წლის მაჩვენებელი $45 მილიონი ფარგლებში იყო. თვითონ საქართველოში ამ წუთას იმდენად აღარ არის საქონელი, ესე ვთქვათ, დაყენებული ბაგურკვებაზე, რომ მაგან ამინდი შექმნას. ბოლო რამდენიმე წელია ეს ყოველთვის კლებულობდა და განსაკუთრებით წლევანდელ წელს ძირითადად გადის პატარები 120-130 კილო, 150 კილო, მაქსიმუმ 180 კილო და შესაბამისად ის რომ გადის აღარ არის ქვეყანაში გასასუქებელი, ესე ვთქვათ, სულადობა. და შესაბამისად ის ბიზნესი, რომელიც არის ძირითადად შესყიდვით და გასუქებით და მერე ხორცის რეალიზაციით, მისთვის იყო გაძვირებული ნედლეულის შეძენა, მოპოვება ამ საქონლის. ექსპორტს და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას რუსეთიდან, ბელარუსიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი ანაცვლებს. იმპორტიორებს ცოცხალი ცხოველი შედარებით უფრო დაბალ ფასად შემოჰყავთ. ფერმერი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ სულფეხა რქოსანი პირუტყვის გარკვეული რაოდენობა არალეგალური გზებითაც შემოდის, რაც იმპორტიორებს საშუალებას აძლევს საბაჟო გადასახადების შემცირების ხარჯზე დაბალი ფასი დაიჭირონ. ფასს წერენ $1 და 90 ცენტს ცოცხალ წონაზე, რა ქვია და აღარ არის რუსეთში ფასები და არის დაახლოებით $4 ფარგლებში ცოტა ნაკლებიც და იგი იმიტომ რომ დეგეგი გადაიხადო ნაკლები. ანუ თუ პირობითად ვიზახ თუ მანქანაზე უნდა გადაიხადოთ $40,000 დეგეგის ფასი იხდიან $20,000. ხორცის და ხორც პროდუქტების გაძვირებაზე მწვავედ რეაგირებს ხორეკა სექტორიც. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასების სასახვა და მენიუს ცვლილება წელიწადში რამდენჯერ მოუწევთ, რადგან სურსათზე ფასების სწრაფად იცვლება. სწრაფად მზარდი ფასის გამო რესტორნების ნაწილმა მენიუდან ხორცის კერძებიც კი ამოიღო. სახალხო კაი, ვიტყვით რომ სახალხო ფასები იწევს, იმიტომ რომ მოთხოვნა მაღალია, რაღაცა აჟიოტაჟური მოთხოვნა, მაგრამ მე რო არ დაიწევს თებერვალი რომ მოვა და ქვევით არ წამოვა, ეს ხო ფაქტია. ხო მე მოვა რომ ვიტყვით რომ წაღდგომოთ აჟიოტაჟია, ისევ აიწევს ფასი, მაგრამ მე ხო აღდგომის მე აღარ ჩამოვარდება ფასი, ეს ხო ფაქტია, ეგრეა მიდის და მიდის. ჩვენ გვიწევს მომატება გამოვალი მდგომარეობა როცა არის, ნუ უნდა მოუმატო ხო ხა, მაგრამ ნუ ხა გარდაუვალ რაღაცა ლაპარაკობ, მაგრამ ბოლო-ბოლო ეს ისევ და ისევ მომხმარებლის გადასახადია, ხო? უცხოელისთვის დაბალი ევროს კურსი ჩვენი რაღაცა კიდე შეღავათი არის, ხო? 50 ლარს რო გადაიხდის რესტორანში, ის არის 15 ევროა, ხო, 18 ევროა. მაგრამ ქართველმა რა ქნაზე წელიწადში უკვე 7-8-ჯერ გვიწევს მენიუს გადაბეჭდა თავიდან, იმიტომ რომ ფასებს ვეღარ ეწევით და თვითღირებულება იმდენად იწევს, პერიოდულად უყურებთ ხოლმე ვაიდე და ეს გამოგვივიდა და როგორ ყიდით ლამის თვითღირებულებაში ყიდით პროდუქტს. ბევრი კერძი ამავიდან ხორცის მაგალითად ჩემი რესტორნიდან. და ახლა მომავალში ალბათ საერთოდ ვეგან ვეგეტარიანობზე გადავალ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება და არ არსებობს დაკორექტირება ამის. პირიქით იწევს. გამოწვეული არის კიდევ და კიდევ მარცვლეულებებზე, იმიტომ რომ საქონლის საკვები, რომლითაც მეხორცეული და მერძეული პირუტყვი იკვებება, ძვირდება. მოსალოდნელია, რომ ხორცის ფასზე მოკლევადიანად გავლენას მოახდენს ასევე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უამინდობის გამო ლარსის საბაჟოს შესაძლო ჩაკეტვა, რაც ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტს შექმნის. თუმცა დარგის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ხორცის ფასის ზრდა გლობალური ტენდენციაა. მასზე გავლენას ახდენს ცხოველთა დაავადებები, სამუშაო ძალის მიგრაცია, ურბანიზაცია და სხვა ფაქტორები.
საქართველოში საშუალო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის შეფასებით ეროვნული ბანკის ფრთხილი პოლიტიკის შედეგია. თამთა სოფრომაძის განცხადებით, ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ეროვნულმა ბანკმა რისკებიდან გამომდინარე შეინარჩუნა. სებში განმარტავენ, რომ დღესაც ინფლაციის ზრდის მიუხედავად ყოვლის მომცველი ინფლაციური პროცესები და ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. რისი დასტურია საბაზო ინფლაცია, რომელიც სტაბილურად 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. ასევე მომსახურების ინფლაცია, სადაც ფასები კიდევ უფრო ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს უკეთ ასახავს. არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ დროებითი იქნება. აცხადებს თამთა სოფრომაძე. ეროვნული ბანკის ფრთხილი პოლიტიკის შედეგია ის, რომ 2023 წლის დასაწყისიდან, მაშინ როდესაც გლობალურად საკმაოდ მაღალი ინფლაციური გარემო ნარჩუნდებოდა, საქართველოში 2 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბალი იყო. ეხლა დროებით დაბალი ბაზის ეფექტიდან გამომდინარე და ერთჯერადი ფაქტორებიდან გამომდინარე აჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს ზომიერად, თუმცა ჩვენი მოლოდინი და ცენტრალური სცენარის შესაბამისად დაუბრუნდება. ჩვენ მართალია ვხედავთ იმას, რომ მთლიანი ინფლაცია აღემა, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ეს ყოვლის მომცველი ინფლაციური პროცესები და ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს არის. ამის დასტურია მაგალითად საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს გამორიცხავს, რომელიც სტაბილურად 3-ზე დაბალი ნარჩუნდება. ასევე მომსახურების ინფლაცია ამ სექტორში ფასები უფრო მეტად ხისტი არის და უფრო კარგად მიგვითითებს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებზე და აქაც 3-ზე დაბალი ნარჩუნდება სტაბილურად და 2.6% არის. არ არსებობს ყოვლის მომცველი ინფლაციური ზეწოლა. ეროვნული ბანკის შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გარკვეული ნორმალიზაციის ნიშნებს ავლენს, პროდუქტიულობის ზრდა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებასა და პროდუქტიულობის ზრდაზე სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა საქმის კურსთან ისაუბრა. თამთა სოფრომაძე მიუთითებს, რომ განსაკუთრებით 2023-24 წლებში ეკონომიკის ზრდაში გაზრდილი იყო უფრო მეტად პროდუქტიული სექტორების წვლილი. როდესაც პროდუქტიულობა და ეკონომიკის ჯამური პოტენციალი ზრდება, ეს არ ქმნის მოთხოვნის მხრიდან დამატებით ზეწოლას ფასებზე, მიუთითებს თამთა სოფრომაძე. მისი თქმით, დღეს მონაცემები აჩვენებს, რომ პერსონალის ხარჯი ერთი ერთეული პროდუქტის წარმოებაზე შემცირებულია, რამაც პირიქით დაბალ ინფლაციური სცენარის რისკის მატერიალიზებად შეიძლება მოახდინოს. რასაც ვაკვირდებით, განსაკუთრებით 2023 და 2024 წლის განმავლობაში და ასევე 2025 წელსაც იზრდება უფრო მეტად პროდუქტიული სექტორების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, რაც ასევე ნაკლებად იმპორტ ინტენსიური არის. ესეთი ტიპის ანალიზით ცენტრალური ბანკისთვის, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მოთხოვნასთან ერთად, როდესაც პროდუქტიულობა და ეკონომიკის ჯამური პოტენციალიც იზრდება, ეს არ ქმნის მოთხოვნის მხრიდან დამატებით ზეწოლას ფასებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და გარკვეულ ნორმალიზაციის ნიშნებს ავლენს, პროდუქტიულობის და საკმაოდ მაღალი ნარჩუნდება და პირიქით მზარდი ტენდენციაც აქვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პერსონალის ხარჯი ერთი ერთეული პროდუქტის წარმოებაზე ეს მცირდება და ამას სხვა თანაბარ პირობებში პირიქით ის ინფლაციური ეფექტი აქვს. ამის ნიშნები შრომის ბაზარზე უკვე გამოვლინდა, მწარმოებლობის ზრდა საკმაოდ გაზრდილია და მზარდ დონეზე არის და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც პირიქით დაბალი ინფლაციური სცენარის რისკის მატერიალიზებას შეიძლება მოახდინოს. კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა ნოემბერში დეპოზიტების დაზღვევისთვის ფონდში 6.321.000 ლარი შეიტანეს. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაციით 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში მოქმედ 19 კომერციულ ბანკში 67.2 მილიარდი ლარის დეპოზიტებია განთავსებული. მათ შორის ფიზიკური პირების დეპოზიტები 34.9 მილიარდი ლარია, იურიდიული პირების 32.6 მილიარდი ლარი. დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა კი 11.9 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტები 10.9 მილიარდია. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათი დეპოზიტებიდან 982 მილიონია დაზღვეული. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის სტატუსის შეცვლას და მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას არ გეგმავს. ამის შესახებ BMG-სთან რიკო ექსპრესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მათი მიზანია რიკო იყოს ძლიერი მოთამაშე მიკროსაფინანსო სექტორში. მისივე განცხადებით 2025 წლის ზრდა უპრეცედენტო იყო რიკოს ისტორიაში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელი 300 მილიონზე მეტად გაიზარდა. პორტფელის აგრესიულ ზრდაში კი წვლილი შეიტანა ოქროს გაძვირებამაც. რიკო ექსპრესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 2025 წელი გამორჩეული იყო სავალუტო ნაკადების შემოდინებითაც.
დღესდღეობით რიკოს კაპიტალი 400 მილიონს აღწევს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მიკრობანკად გადაკეთებას, ჩვენ ვართ ლიდერი ჩვენ სტრუქტურებში, გვინდა დავრჩეთ მიკროსაფინანსო სფეროში, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძლიერი მოთამაშე მიკროსაფინანსო სექტორში და ის დამატებითი პროდუქტები, რომელიც დაუშვათ ბანკებს აქვს და პრივილეგიები აქვს ბანკებს, რომელსაც მიკროსაფინანსოები ვერ ახახონ, ვანაცვლებ ჩვენი პარტნიორი ბანკების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაში საჭიროებას ვერ ხედავთ. ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა წლის ბოლოს ტრადიციულად მედიის გარეშე დახურულ კარს მიღმა შედგა. სასაუბრო თემები ოფიციალური რელიზით გავრცელდა. შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები და შეფასებებიც ეკონომიკის სამინისტრომ გავრცელა. მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაციით უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების ოფისში დაგეგმილი შეხვედრისას ტურიზმის ადმინისტრაციამაც და სექტორის წარმომადგენლებაც 2025 წლის შედეგებით თავი მოიწონეს. მიმდინარე წელიც მთელი რიგი პარამეტრებით არის რეკორდული ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორც შემოსული ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლის მიწურულს ერთი მხრივ შევაჯამოთ ის შედეგები, რომელიც გვაქვს მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე შევხედოთ იმ ამოცანებს და მიზნებს, რაც ჰქონდა დასახული წლის დასაწყისში და ამავე დროს ვიმჟელოთ 2026 წლის ამოცანებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამი კვარტლის მონაცემებით ძალიან ბევრი მაღალი რეკორდული ციფრი გვაქვს, როგორც შემოსავლების თვალსაზრისით, ისე ტურისტული ვიზიტების თვალსაზრისით, ძალიან სწორად დაგეგმილმა ერთობლივმა მუშაობამ ეს იქნებოდა ახალი ფრენების მიმართულებით თუ მარკეტინგული კამპანიებით სამიზნე ბაზრებზე გათვლილმა ღონისძიებებმა მთლიანობაში შექმნა ის შედეგი, რომ ძალიან წარმატებული 2025 წლის ტურისტული სეზონი ჰქონდა. 2026 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება. მომავალ წელს უწყება მარკეტინგულ აქტივობებში 44 მილიონ ლარს დახარჯავს. ბიზნესის ინფორმაციით მომავალ წელს აქცენტი ევროპის, აზიისა და გალფის ქვეყნებზე გაკეთდება. ადრე ჩვენ ვითვლიდით ეგრეთ წოდებული ვიზიტორების რაოდენობას, დღეს უკვე გადავერთეთ უკვე ხარისხზე, არა მარტო რაოდენობაზე ტურისტების, არამედ ხარისხზე, რამდენად ხარჯველ უნარიანი ტურისტი შემოდის ქვეყანაში და ვნახეთ, რომ რეალურად რეკორდულ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს 25 წელს უკვე შემოსავლები. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო რომ ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ტურისტების დახარჯული თანხა გავიდა მეორე ადგილზე რუსეთის შემდეგ. ეს ძალიან მისასალმებელია. რომელ ქვეყნებში აპირებენ თანხების დახარჯვას, ეს არის ევროპა, ეს არის აზია და გალფის ქვეყნები. აქტიურად გამოიკვეთა ინდოეთის და ჩინეთის ბაზრები, საკმაოდ მომატებულია რაოდენობა სტუმრების ინდოეთიდან. ჩინეთიც აქტიურობს 2026 წლის მაისში დაგეგმილია მოგეხსენებათ გამოფენა ჩინეთში, სადაც საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარსდგება და ცხადია, რომ ეს გამოიწვევს თავისთავად მეტი სტუმრის ჩამოსვლას. შეცვლილ ტურისტულ სეგმენტს, რომ განსხვავებული სერვისი სჭირდება, ეს კერძო სექტორმა გასული წლიდან მოყოლებული იგრძნო. რესტორან ჩვენის დამფუძნებელი გურამ ბაღდაშვილი ამბობს, რომ ბიზნესი ახალ ბაზრებს თავადაც უნდა მოერგოს და როგორც ტუროპერატორებმა, ისე რესტორატორებმა სტუმრების მოთხოვნების შესაბამისი სერვისი უნდა წარადგინონ. უნდა მოვერგოთ, ჩვენ უბრალოდ ვერ ხვდებით, რომ იგივეს ვიძახით, რომ აი ჩამოდის არაბი და მიდის არაბულ რესტორანში. რა თქმა უნდა, მივა, იმიტომ რომ ჩვენი კერძი არ არის მისთვის პოპულარული. ზუსტად ეს არის მიზანი, რასაც მე ბოლო რამოდენიმე წელი, ბოლო 10 წელი გავდივარ და სხვადასხვა სახელმწიფო მსოფლიოს დიდი სცენებიდან ვქადაგებ ქართულ კულინარიას და ქართულ კულტურას და ვაცნობ ამას, რომ აი მე არა მარტო მხალეული და ნიგზიანი მაქვს, მე მაქვს ხორციანი და მე მაქვს ყველიანი. ასევე მაქვს ბევრი ვეგანური და ვეგეტარიანული კერძი. ჩვენი ტუროპერატორები, ჩვენ შეფები, ჩვენ რესტორატორები თუ გავეცნობით იმ კულტურას, სადაც მაგალითად სარგეთს იღებს ტურიზმის ადმინისტრაცია. ვფიქრობ, რომ მზად ვიქნებთ იმისათვის და რომ გავუმასპინძლდეთ. ვხვდებით იმით, რომ მან არ იცის, ეშინია, უცნობი არის იმისთვის. შეცვლილ ტურისტულ სეგმენტზე საუბრობს ინჯგუფის დამფუძნებელი პაატა კოკაიაც, რომელიც გვიხსნის, რომ გუდაურში ეს სეგმენტი უთოვლობის პირობებში ჩამოდის, რაც სასტუმროებისთვის გადარჩენის ტოლფასია. ახლა ევროპას ვერ შეედრება, ხო გასაგებია, ევროპას ვერ შეედრება, ვერც ხარჯვაში, ვერც ქსევის კულტურაში, ვერც რესტორანში ხარჯვაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. გუდაურში არ ჩამოვიდოდნენ, არ არის თოვლი, ეს თოვლი ჩვენთვის გამოწვევა ყოველ წელს თანდათან ნაკლები და ნაკლები მოდის. რო არ იყოს ზუსტად ეს ქვეყნები, ძალიან გაჭირდებოდა ხა ფაქტურად გუდაურის სასტუმროები სულსარიელი იქნებოდა და დღესდღეობით ჩვენ 15 წლიდან უკვე იანვრის ბოლომდე რასაც უყურებთ 90%-იანი დაკეთება გვაქვს. თებერვალში თავისთავად თოვლიც
ტრადიციულად არის და იქ 90% ისედაც იყო ხოლმე. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კერძო სექტორის მხრიდან შეხვედრაზე გაჟღერდა სარესტორნო ბიზნესში, არსებულ გადასახადების გადახედვას ეხებოდა. სექტორი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლას ვერ ახერხებს, რადგან ეს პროდუქტი სარესტორნო ბიზნესისგან განსხვავებით ნულოვანი დაბეგვრით სარგებლობს. ხოვნა იყო რომ განიხილოს სახელმწიფო გადასახადები სარესტორნო ბიზნესში, ვინაიდან ჩვენ ხარში ბოლომდე ვერ უდგევართ სოფლის მეურნეობის ნაწილს, ვინაიდან სოფლის მეურნეობის ნაწილი არ იბეგრება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ჩვენ როცა ვყიდულობთ, ჩვენ ვიხდით გაყიდული პროდუქტიდან ბეგარას, რაც მაგალითად არასწორად მიმაჩნია, თქინდა რომ თხოვოთ რომ განიხილოს ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, როგორც ეკონომიკა და ტურიზმმა ერთდროულად ეგ საკითხი, რამენაირად ჩვენ შიდა წარმოების ბაზარი დავწიოთ, მისი DRG, იმპორტულ ღვინოზე და იმპორტულ სასმელებზე აიწიოს DRG, შიდა სასმელზე დაბალანსდეს DRG, მაგრამ აიდაც შიდა ნაწარმი რაც არის, ეს არის სწრაფად ფუჭებადი პროდუქტები, უნდა აუცილებლად უნდა დაიწიოს. სარესტორნო ბიზნესისთვის DRG-ს გადახედვაზე ბიზნესი წლებია საუბრობს, თუმცა სახელმწიფოს ამ მიმართულებით ნაბიჯი ჯერ კიდევ არ გადაუთქვამს. რაც შეეხება სტატისტიკას, 2025 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 3.6 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღო და ამავე პერიოდში 4.3 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა. საქართველო აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ ერთჯერადად უსასყიდლოდ 2600 ტონა დიზელს გაატარებს. აღნიშნულს მთავრობის 12 დეკემბრის განკარგულება ითვალისწინებს. ტვირთის უფასოდ გატარება ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზას მას შემდეგ დაავალა, რაც აზერბაიჯანულ მედიაში საკითხთან დაკავშირებით მწვავე სტატიები გაჩნდა. აზერბაიჯანული მედია ქართულ მხარეს სატარიფო ბარიერების შექმნასა და მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაშიც ადანაშაულებდა. მაშინ მირვალ პოლიტიკამ მხარეებს შორის დახურული მოლაპარაკებების დეტალები გაასაჯარო და დაწერა, რომ მათი მონაცემებით საწვავის გატარებისთვის ქართულმა მხარემ 111 კილომეტრიანი მონაკვეთისთვის ტონაზე $92 მოითხოვა, რაც კილომეტრზე ტონაზე 82 ცენტია. მათი ინფორმაციით, მაგალითად აზერბაიჯანის გავლით 680 კილომეტრ მანძილზე მსგავსი ტვირთის ტრანსპორტირება ტონაზე $7 ღირს. თავად საქართველოს ფარგლებში კი ასეთი ტვირთები $17 ოდენობით იგზავნება 360-დან 396 კილომეტრის მანძილზე. საპასუხოდ 8 დეკემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა, რომ საქართველო იყო და არის სომხეთსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული საიმედო პარტნიორი ქვეყანა და რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერია. საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობების უდიდესი ნაწილი მოძველებულია. ამის შესახებ კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, სადაც ვაგონებისა და ლოკომოტივების რაოდენობა და ასაკია მიმოხილული. ანგარიშის მიხედვით კომპანიის ლოკომოტივების 99% 30 წელზე მეტი ხნის წინ არის წარმოებული. კერძოდ 35 წელს აღემატება ლოკომოტივების 78%, 31-დან 35 წლამდე არის წარმოებული ვაგონების 21%, 25-30 წლის წინ არის წარმოებული ვაგონების 1%. კომპანიის საკუთრებაში სულ 91 ერთეული აქტიური ლოკომოტივია. რაც შეეხება სატვირთო ვაგონებს, საქართველოს რკინიგზას სულ 4088 სატვირთო ვაგონი ეკუთვნის, რომელთა 85%-იც 30 წელზე ძველია. უფრო კონკრეტულად ვაგონების 75%-ია 35 წელზე ძველი, 31-35 წლისაა ვაგონების 10%, 26-30 წლისაა სატვირთო ვაგონების 2%, ხოლო 21 წელზე უფრო ახალი საქართველოს რკინიგზის სატვირთო ვაგონების მხოლოდ 8%-ია. სწორედ ამიტომ საქართველოს რკინიგზამ ნოემბერში 120 ახალი სატვირთო ვაგონის შესასყიდად 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. კომპანიის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზის სავაგონო პარკი ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირებულია, რადგანაც 2015 წელს რკინიგზას 7006 სატვირთო ვაგონი ეკუთვნოდა. 2024-25 წლებში სატვირთო ვაგონების რიცხვი 42%-ით შემცირდა. ბაკურიანში კოხტას სასრიალო არეალი 20 დეკემბერს იხსნება. თის ტრასების ინფორმაციით, საბაგირო და ტრასა კოხტა პლატო სრიალის მსურველებს ყოველდღე 10-დან 17 საათამდე მოემსახურება. მათი ინფორმაციით, დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები ეტაპობრივად გაიხსნება 27 დეკემბრიდან. რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა ასევე 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო სასრიალო ტრასები ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის
მოსახლეობის მიხედვით ეტაპობრივად გაიხსნება. მათ შორის 27 დეკემბრიდან ამოქმედება გუდაურისა და კობის საბაგიროები. პირველი სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო. პარალელურად გაგრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები თოვლის საფარის შესაბამისად ეტაპობრივად გაიხსნება. ამავე დღიდან ჩაერთვება ჰაწვალის სასრიალო არეალზე ზურულდის საბაგირო. ჰაწვალისა და თეთნუდის სასრიალო ტრასების გახსნა ეტაპობრივად განხორციელდება ამიდისა და თოვლის საფარის პირობების შესაბამისად. აგრეთვე 27 დეკემბრიდან კურორტ გოდერძიზი ამოქმედება საბაგირო ზანკა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ i+-ის მიერ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაადასტურა. სააგენტოს ინფორმაციით მათ ორმა პირმა მიმართა, რომელთა მოთხოვნად შეეხებოდა i+-ის მიერ კანონით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურების და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემის ვალდებულების დარღვევას. სააგენტოს განმარტებით მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ისეთი საქონელი, რომელიც შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ შორის თვისებებს, ხარისხსა და ფუნქციურ მახასიათებლებს. გარდა ამისა, კანონი მოვაჭრეს ავალდებულებს ნაკლის აღმოფხრას. სააგენტოს გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს. ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. ღონისძიებაზე ასევე ინიციატივის წლიური ანგარიშიც წარადგინეს. როგორც ცნობილია, ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკლეინის ასოციაციასთან თანამშრომლობით 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველებისთვის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო. ორგანიზაციის წევრი კომპანიების დახმარებით იმ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსების გარეშე ვერ შეძლებენ, თანხები მობილიზდა. პროგრამის ფარგლებში კი სწავლის საფასური სრულად და ცხოვრების ხარჯები ნაწილობრივ დაფინანსდა. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების სტუდენტებს სტაჟირების, ინგლისური ენის კურსების, მოკლე ტრენინგებისა და სხვა მიმართულებით ეხმარებიან. მე ძალიან ამაყი ვარ იმითი, რომ ჩვენმა წევრებმა და ძალიან ბევრმა კომპანიამ უკვე 30-ზე მეტი სპონსორი ყავს ამ პროექტს ჩვენ სასტიპენდიო პროგრამას. ამაყი ვარ იმითი, რომ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება დაეფინანსებინათ ეს სასტიპენდიო პროგრამა. ეს მათი მხრიდან არ არის რაღაცნაირი ჩვეულებრივი ქველმოქმედება ან თქვა ჩვეულებრივი სპონსორობა. მე მიმაჩნია და იმედი მაქვს, რომ მათაც ასე მიაჩნიათ, ეს გახლავთ ინვესტიცია ჩადებული მომავალში, მათ შორის ქვეყნის მომავალში. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელიც ესწრებოდა. როგორც მან BMG-სთან საუბრისას განაცხადა, საელჩოს გუნდი ქართულ ბიზნეს ლიდერების განვითარებასა და სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში მხარს უჭერს, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება ახალი გეგმებით და მიზნებით, რაც საქართველოსა და ამერიკის ერთობლივ სიძლიერეს და ამერიკული ბიზნესების საქართველოზე პოზიტიურ გავლენას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მინდა რომ პირველ რიგში ამ ჩამის პროგრამის სტიპენდიანტ სტუდენტებს მიულოცო, ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ მათი მხარდაჭერის შანსი გვეძლევა. ასევე მინდა იმ ბიზნეს ლიდერებს მიულოცო, ვინც ამ პროცესში ჩართულები არიან და ვინც ამ სასტიპენდიო პროგრამის შექმნა შესაძლებელი გახადა. ჩვენ ამერიკის საელჩოს გუნდი საქართველოში მათთან ერთად მუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკულ კომპანიებს საქართველოზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართული ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყოთ და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორი ამერიკის სავაჭრო პალატა. ჩვენ მომავალ წელსაც ვგეგმავთ, რომ პარტნიორობა გავაგრძელოთ, რომ საქართველოს ბიზნეს ლიდერებს მხარი დაუჭიროთ და ვფიქრობ, რომ ამერიკა და საქართველო ერთად ძლიერები არიან მომავალი თაობის განვითარებაში ინვესტირების პროცესში.